მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო ელჩებო, მე ვხედავ აქ ჩვენთვის პატრიოტიზმს ბევრ ადამიანს. მე მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად. მე არ მინდა რომ რაღაც ოფიციალურ ტექსტით გესაუბროთ. მოდი დღეს ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, რა პერსპექტივები გვაქვს ჩვენ? დღეს რა პრობლემები გვაქვს? როგორ გადავჭრით ეს პრობლემები ჩვენ ერთად? დიასპორის წარმომადგენლებმა და ჩვენ მთავრობამ და ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სამხედრო საზოგადოებამ, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ჩვენმა მეგობრებმა. მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადო გელას ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივად, ვინაიდან სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე. მათ შორის მათზე განსაკუთრებულად, რომლებიც არიან საზღვარგარეთ წასულნი. დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. მე მინდა ძალიან მოკლედ გადავალოთ თვალი ბოლო ორ ასე ვთქვათ წელიწადში როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოში. და მე მინდა გთხოვოთ, რომ ზოგადად მიმოვიხილოთ და ვისაუბროთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც დაკავშირებული არის ჩვენს დიასპორასთან. გუშინ იყო დამოუკიდებლობის დღე. მე მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს ჩვენთვის მართლაც უნიკალური დღე. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა ეს არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც უკვე 3000 წელზე მეტ ითვლის. მე მჯერა, რომ ეს ქვეყანა არის მართლაც გამორჩეული. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, თავისი უნიკალური რესურსებით და გვაქვს მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი. ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ერი. დღეს სამწუხაროდ სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ მონაცემების მიხედვით საქართველოში დარჩენილი ვართ მხოლოდ 3.7 მილიონი მოქალაქე. რაც არის კატასტროფა, მეგობრებო. ოფიციალური ინფორმაციით ჩვენ ვიცით, რომ მილიონზე მეტი არის საქართველოს საზღვრების იქით გასული. ეს ალბათ შეიძლება იყოს 1.5 მილიონი ან 2 მილიონიც. აი ამ პრობლემაზე ვისაუბროთ. პირველი შევაფასოთ თუ რატომ მოხდა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, თანამემამულეების გასვლა საქართველოსდან. ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, რომ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი მოქალაქის, თანამოქალაქის წასვლა მათი ოჯახებით საზღვარგარეთ და სამწუხაროდ ჩვენ და საუბედუროდ მე ვიტყოდი, მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნდა დღეს საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვეძიებდით და დღესაც ვეძებთ იმ თავარ мотивაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი თანამოქალაქეების, თანამემამულეების დაბრუნება საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვართ ძიებაში რაღაც იდეის. რაც იქნება მათი, ასე ვთქვათ, მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა. რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, სამშობლოში. მე ყოველთვის მithქვამს და მე მინდა გავიმეორო თქვენთან ერთად, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე ვგულისხმობ როგორც ინტელექტუალურ პირველ რიგში და პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს რესურსი. თითოეული მოქალაქე არის უძვირფასესი სახელმწიფოსთვის და ეს არის პირველ რიგში ამ კუთხით მინდა რომ შევაფასო ეს რესურსი. მეორე რიგში, რა თქმა უნდა, არის ფინანსური რესურსი. მე ვიცი რომ ათასეულობით ძალიან წარმატებული თანამოქალაქე ქართველი არის მთელ სოფლიოში მიმოფანტული, ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვაქვს თავარი პრობლემა ქართველებს, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი დაკვირვებით და შეფასებით, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, ჩვენი რესურსების არაეფექტურად გამოყენება. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს რესურსებს, რომელიც არის უნიკალური. მე მარტივ მაგალითებს გეტყვით, ქვეყნის შიგნით რა რესურსები გვაქვს, რომელიც არის გამოუყენებელი. რამდენიმე თვის წინ ჩემი დავალებით დავამუშავოთ თითოეულ რეგიონის პოტენციალი. აღმოჩნდა რომ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი.
ეს არის ბუნებრივი რესურსები, თუ სხვა საშუალებები, სხვა რესურსები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული და დღეს საქართველოს არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა. საქართველოში არ უნდა იყვნენ ღარიბი ადამიანები. თავარი ჩვენი პრობლემა არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე. რაც არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ ბრუნდებიან საქართველოში ჩვენი შვილები. მე ვსაუბრობ იდეაზე, მე მინდა ამ იდეას დაუბრუნდე. რა უნდა იყოს ეს იდეა? ჩვენ გვაქვს უნიკალური გამოცდილება. ისრაელის მაგალითი, ისრაელს ერთში გვესწრება. ისრაელის მაგალითი არის მართლაც უნიკალური. როგორ შეძლეს სახელმწიფოს ხელახლა შექმნა და საუკეთესო ინტელექტუალური ფინანსური რესურსების მოზიდვა თავენ სამშობლოში. რამაც განაპირობა ისრაელის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს აღორძინება. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მეგობრებო. მე ამის ვჯერა. ჩვენ თუ გადავხედავთ და შევაფასებთ მოვლენებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ამჟამად, ეს საკმაოდ ოპტიმისტური სურათია. მე არ მინდა რომ ჩვენს თავზე ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ ამაზე სხვები გააკეთებენ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში. დემოკრატიის განვითარების, დამკვიდრების მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც რჩებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, იყო დაუცველობა. ეს იყო თავისუფლება, რომელიც ვერ შევირგეთ, რომ იტყვიან. და სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, მე ვიტყოდი, მართლაც დამსახურება არის ის, რომ დღეს მოქალაქეები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. რომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი. იქნება ეს სტუდენტი, პროფესორი, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი, ბიზნესმენი თუ სხვა. არის აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევისგან. სასამართლო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, რომ მოქალაქე მიიგრძნოს თავი დაცულად. არის აბსოლუტურად ჩაურეველი, დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევისგან ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და პერსპექტივები. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის და ვერ იქნება იდეალური. იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ეს ასე არ ხდება და მით უმეტეს ამ პრობლემების მოგვარებას, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემების მოგვარებას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა. ასე მოკლე დროში რომ გადაეჭრა. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი ფუნდამენტის მომზადება დავიწყეთ. იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო გავაძლიეროთ. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს ეს ქართული დიასპორის ჩართულობის გარეშე. ჩვენ როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი ბედნიერად და როგორ უნდა შევიგრძნოთ ეს პერსპექტივები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანაში არსებობს თქვენს გარეშე, დიასპორის გარეშე. მეც ყოფილ ვარ უცხოეთში სასწავლებლად 2 წლის განმავლობაში, ჩემთვის მართლაც იყო ძალიან რთული, ვინაიდან დამეთანხმებით, რომ ქართულ მიწას აქვს განსაკუთრებული მიზიდულობა და თითოეულ ქართველს აქვს განსაკუთრებული გრძნობა და ნოსტალგია სამშობლოს მიმართ. მე ძალიან მიჭირს გავუგო იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში წლების განმავლობაში არ ჩამოსულან. მე მესმის ბევრ მათგანს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის შეიძლება ფინანსური პრობლემაც ჰქონდეს უცხოეთში. ისინი ოჯახებით ცხოვრობენ, სწავლობენ, მოღვაწეობენ. მაგრამ ამ ყოფას, ამ მდგომარეობას ადამიანი ეჩვევა, მეგობრებო. უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული, ეს მათთვის ალბათ ასე არის, მაგრამ ამ განსაკუთრებულს არ უნდა დავუყოთ ჩვენ. თითოეული დღე არის განსაკუთრებული და გადამწყვეტი ჩვენი სამშობლოსთვის. როგორ შეიძლება რომ რაღაც განსაკუთრებულს ეუდებოდეს ჩვენი დიასპორა? ჩვენს ხელში არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი მომავალი თაობის მომავალი. მე გუშინ ვისაუბრე, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო იმ ქვეყნის სათავეში, რომელსაც აქვს უნიკალური კულტურა, ისტორია და წარმოადგენენ ჩვენ მთავრობას იმ ქვეყნისა, რომელმაც
გაუძლო საუკუნეების განმავლობაში უამრავ ომს, გაჭირვებას, პრობლემას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გუთვირთავს. და ჩვენ ამას გრძნობთ კარგად. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვაუწყდეს მოქალაქის პასუხისმგებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხელისუფლება, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები და ასე ვერაფერს ვერ გააკეთებენ სწორედ მოქალაქეების. ხელისუფლების მთავარი, ასე ვთქვათ, წყაროს მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ჩართულობის გარეშე. დღეს ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად ღია. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს თითოეული მოქალაქე. რომ ამუშავდეს რეალური დემოკრატია საქართველოში. მე მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა და მე მინდა დავაკავშირო ეს დიასპორასთან და ამ პრობლემასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩემი ინიციატივით შევქმნით განათლების საერთაშორისო ცენტრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის მომავალი თაობის განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და შესაბამისად მე დავისახე მიზნად, რომ გადავხედე რა იმ გამოცდილებას, რომელიც გასულ წლებში არსებობდა საქართველოში, ანუ ხდებოდა ინვესტირება ჩვენს მომავალ თაობებში, სტუდენტებში. შემდეგ ეს სტუდენტები მიდიოდნენ საოგარეთ, სწავლობდნენ ჰარვარდში, ოქსფორდში და ამ შემდეგ გერმანიაში, საფრანგეთში და სამწუხაროდ აღარ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. ეს კიდევ ერთი შეცდომა იყო ჩვენი ხელისუფლების. ჩემი ინიციატივით შექმნილი ეს ცენტრი ამუშავდა გასულ წელს ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის შევარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში ამერიკაში, ევროპაში და წელს უკვე ისინი დაასრულებენ სამაგისტრო პროგრამას ჩამოდიან რაც თავარია მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება ისინი არიან ვალდებულნი რომ ჩამოვიდნენ დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ რა თქმა უნდა ჩვენს სამშობლოს ეს მათ მე ასე ვფიქრობდი რომ ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მისცემდა ისინი იგრძნობდნენ მოქალაქეობრივ და სახელმწიფოების წინაშე არსებულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნა მსურს ამ პროგრამით რა თქმა უნდა იგივე პრინციპით რომ ისინი დაბრუნდებიან სამშობლოში თუ არ დაბრუნდებიან ისინი გადაიხდიან ორმაგად კომპენსირებას მოახდენენ სახელმწიფოს მიერ ჩადებული თანხის და რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი ჩვენ ვეძებთ ჩვენ შიგნით ასეთ რესურსს რომ გამორჩეოთ ნიჭიერი ბავშვები შევარჩიოთ სტუდენტები მოხდეს მათი გადამზადება სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით და შემდეგ მათი დაბრუნება და გამოყენება სწორი გაგებით რაც თავარია სახელმწიფოსთვის ჩვენი ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად მაშინ როცა ჩვენ გვაქვს კიდევ უბრუნდები ჩემს ნათქვამს რომ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ქვეყნის მიღმა ინტელექტუალური ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათთვის არის ღია კარი ჩვენი ხელისუფლების. ეს მათი სამშობლოა. და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ უკიდურესად დაინტერესებული, რომ მოხდეს მათი მოტივირება სამშობლოში დაბრუნებისთვის. ეს არის გნებად ჩემი ოცნებაც და თავრობის წევრის ოცნებაც და თავარი ასე ვთქვათ მიზანიც რომ მოხდეს მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი დიასპორის წარმატებული ქართველების. დღეს მეგობრებო ჩვენ არ გვაქვს უფლება შეცდომების დაშვების. მე გულისხმობ შეცდომას რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს რაღაც პრობლემას შეუქმნის. რა თქმა უნდა შეცდომებს ყოველთვის უშვებენ ადამიანები, მათ შორის მეც და ყველანი, მაგრამ მე გულისხმობ შეცდომას რომელიც სახელმწიფოს განვითარებას შეაფერხებს. ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის. ჩვენ 25 წლის განმავლობაში არაერთი ძალიან მძიმე შეცდომის
დაშვება მოვახდინეთ. რითაც რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო დავაზიანეთ. ჩვენს მომავალთაობას მოუგუსპეთ დროებით, მაგრამ მაინც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში პერსპექტივა განვითარების წინსვლის მთელი თაობები მე ვიტყოდი შეეწირა იდეას ჩვენი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. და აი სწორედ ეს არის იდეა, რომ ჩვენი ქართული სახელმწიფო გავაძლიეროთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული არც ერთ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, დღევანდელი პროცესების გათვალისწინება გვიწევს და მოგვიწევს მომავალშიც და მე ამის წინააღმდეგი არ და არასოდეს არ ვიქნები არც ერთი მთავრობის წევრი, მაგრამ მე გულისხმობ, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორი ქვეყნის მშენებლობა გვსურს. მე ვფიქრობ, ეს ამოცანა უკვე არის დასახული და ამ მიზანს ემსახურება სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი. დღეს საქართველო არის ასოცირებული წევრი, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ მივისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ. აი ეს არის სწორედ ჩვენი იდეა, კიდევ ერთი იდეა, რომელიც უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა. თავარი მოტივატორი თითოეული მოქალაქისთვის. რომ ჩვენი სახელმწიფო გარდაუქმნათ ძლიერ ევროპულ თანამედროვე სახელმწიფოდ. ყოველთვის მინდა სპეკულაციები რა არის ევროპული, რა არის ევროპული. ჩემთვის ევროპული გნებავთ არაევროპული, გნებავთ სხვა განვითარებულ ქვეყანა ასოცირდება სწორედ ძლიერ სახელმწიფოსთან. სადაც პირველ რიგში დაცული არის მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები. სადაც მოქალაქე ზრუნავს, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეზე, სადაც მოქალაქეს აქვს პერსპექტივები და განვითარების უნიკალური შესაძლებლობები. ამის მიცემა ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ. ამიტომ ახლა მთავარი არის, რომ სწორედ ამ მთავარ იდეაზე მოვახდინოთ ფოკუსირება, აქცენტირება, რომ ჩვენს ქართულ სახელმწიფოს დავეხმაროთ ყველანი. თქვენ, მეგობრებო, დიასპორის წარმომადგენლები, ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს რესურსების კონსოლიდაცია, გაერთიანება და აქ ერთიანობა არის გადამწყვეტი. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, განვითარების ისტორიას, ყოველთვის გამოკვეთილად არის სურათი, რომ ქვეყანა არის ძლიერი მაშინ, როცა არის ერთიანი. როცა მისი ხალხი, საზოგადოება არის ერთიანი. ერთიანი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ იდეის გარშემო. ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გარშემო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ეს არის უკვე რიგით მეორე ფორუმი დიასპორის საკითხებს მიეძღვნა დღევანდელი დღე. ჩვენთან საქართველოს ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნები და ჩვენი თანამემამულეები და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიასპორის საკითხებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე და მინდა რომ გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ კაპიტალზე. ეს არის ადამიანი და ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც აქვთ უზარმაზარი რესურსი, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფინანსური, მილიონობით ქართველი არის ქვეყნის გარეთ, აუცილებლად მათი ჩართულობა ქვეყნის აღშენებლობის საქმეში. და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ უკვე აქტიურად მუშაობთ, ვაპირებთ გავააქტიუროთ კიდევ ამ მიმართულებით მუშაობა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გელა დუმბაძეს, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ეს ფორმატი. მოგესალმებით წლების განმავლობაში დიასპორა აღიქმებოდა როგორც ასოცირდებოდა მხოლოდ რაღაც კონცერტების გამართვასთან და რაღაც უფლების გაშლასთან. ეს ასე არ არის. ეს არის მცდარი მიდგომა და ჩვენ სწორედ უნდა მივიბაზოთ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც აქვს უნიკალური გამოცდილება და აქვს წარმატების მაგალითი. მე ჩამოთვალე ისრაელი, ეს ამერიკას აქვს უნიკალურად და სხვა ქვეყნებს მეზობლებსაც ასევე. ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ რომ გავაქტიურდეთ და გავაძლიეროთ ქართული სათვისტომოები
ევროპაში, ამერიკაში, ყველგან მთელ მსოფლიოში, რაც თავისთავად გააძლიერებს ქართულ სახელმწიფოს.